We will continue the ceremony with a signing. გრძელდება ცერემონიალი და ახლა ხელი მოეწერება ხელშეკრულება საქართველოს და ევროკავშირის შორის. საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საზეიმოდ პარაფირება ქართულ მოტივებზე შექმნილი მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. დამსწრე საზოგადოებამ ჯერ სულიკოს, შემდეგ კი შალახოს მოусმინა. საზეიმო ცერემონიალზე დოკუმენტს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეთრინ ეშტონმა მოაწერეს, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის ნაწილში ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტმა. პარალელურად მაია ფანჯიკიძემ და კეთრინ ეშტონმა ხელი მოაწერეს ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს ჩართვის შესახებ. ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ ვილნიუსის სამიტზე დამსწრე საზოგადოება საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ევროკავშირის მისიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს სტაბილურობის საქმეში. ევროკავშირის მისიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს სტაბილურობის საქმეში. ხელშეკრულება აფუძნებს საქართველოს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის ჩართვას. მიგვაჩნია, რომ საქართველო ევროკავშირთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეა მსოფლიოში კრიზისის მართვის საკითხებში. ევროკავშირის მისიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს სტაბილურობის საქმეში. ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ევროკავშირის მშენებლობის პროცესში და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროკავშირთან ერთად მონაწილეობა. საქართველომ გაირღმავა თავისი გამოცდილება 1995 წლიდან მისიებთან თანამშრომლობის გზით და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობა საქართველოს დამატებით ღირებულებას შესძენს. საქართველოსა და ევროკავშირის შორის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე სამიტზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ მიმართა. მისი განცხადებით ეს ამბიციური პროცესი გამოწვევა იქნება, რადგან ამგვარი ხელშეკრულების ხელმოწერას დიდი პასუხისგებლობაც ახლავს. Madam President, dear colleagues. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც საქართველოსა და მოლდოვას ეწყებათ ნამდვილი რეალური ურთიერთობები ევროკავშირთან. ბატონო პრეზიდენტო, თქვენი პოლიტიკური ნება და განზრახვა უმნიშვნელოვანესია თქვენი ქვეყნისთვის. თქვენ განზრახული გაქვთ, რომ გახდეთ სრულფასოვანი პარტნიორები ევროკავშირის. მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო საქართველოსა და მოლდოვას ეს მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს მოლაპარაკებების პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და მოლდოვას ისტორიულ კავშირებს ევროკავშირთან. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და იმედი მაქვს, ჩვენ განვაგრძობთ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემას მომავალში. ევროკავშირის ქვეყნები და ინსტიტუციები არიან თქვენი პარტნიორები და მზად ვართ ახალი ვალდებულებისა და ახალი პასუხისგებლობისთვის. ჟოზე მანუელ ბაროზომ კი იმედი გამოთქვა, რომ ინსტიტუციონალური თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და 2014 წლისთვის ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერა მოხდება. ჩვენ ვიცით, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც მათ გასწიეს, უკვე ფასდება. ჩვენ ხედავთ, რომ ახლა ვართ იმ მომენტში, როდესაც შეგვიძლია ვიზეიმოთ და ვიყოთ ერთად. მიგვაჩნია, რომ ახლა ჩვენი საზოგადოებები სწორი გზით მიდიან თავისი განვითარების თვალსაზრისით. რაც შეეხება სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებას და ამ მიმართულებით საქართველოს ინტეგრაციას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება კარგი, რადგან ეს იძლევა საშუალებას მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე გასვლისათვის და უმრავლესობა საბაჟო მოსაკრებლების გადასახადებისა და გაუქმებული იქნება გაფორმებული დოკუმენტების საფუძველზე. ეს უფრო გაუმარტივებს სავაჭრო ურთიერთობებს ამ ქვეყნებს. ხელმოწერილი 1000 გვერდიანი დოკუმენტი საჯარო მომავალ კვირას გახდება. პარალელურად საქართველოს დელეგაცია ვილნიუსში სხვადასხვა ფორუმებში მონაწილეობს. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი ორმხრივ შეხვედრებს მართავს.